ქართული ოცნება საინფორმაციო დაბომბვის ქვეშ გვაცხოვრებს. მოდი ვნახოთ 16 და 17 ოქტომბრის ნიუსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული კანონები. იმავე დღეს ყაველაშვილმა ხელი მოაწერა. ეს კანონები ამოქმედდა 17 ოქტომბრიდან. ხედავდით უამრავ ბრიფინგს, სადაც ოცნების სხვადასხვა სახეების შეუჩერებლად ერთიანი მესიჯბოქსით აკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს, გერმანიის ელჩს, მათ აკაცუკებად, სამარცხვინოებად მოიხსენიებდნენ. ირაკლი ყობახიძე წარადგენს ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას. ღარიბაშვილის, ილუგაშვილის ფარცხალაძის ბინებში ტარდება ჩხრეკა. ბრიფინგია შსს-ში, ბრიფინგია სუსში, ბრიფინგია პროკურატურაში, სულ სხვადასხვა თემებზე. 4 ოქტომბერზე გეკა გელაძის ბრიფინგიც ჩაინიშნა და ჩატარდა. გენერალური პროკურატურის ბრიფინგია ღარიბაშვილთან დაკავშირებით. სუსი აკეთებს განცხადებას და დაზუსტებას ღარიბაშვილთან დაკავშირებით. პროკურატურა აკეთებს დაზუსტებას ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ამ საინფორმაციო დაბომბვის ეგრეთ წოდებული flood zone, რაც ნიშნავს დატყორე მთლიანად საინფორმაციო ველი, ამის ავტორი არის ამერიკელი მედია მენეჯერი, პოლიტიკური სტრატეგი და იდეოლოგი სტივ ბენონი, რომელიც 2016 წლის ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებს მეხსიერება, ყურადღება, სასაუბრო ჩარჩოები გააქროს მთლიანად და საზოგადოების დეზორიენტაცია თუ ნორმების გაუფასურება გამოიწვიოს. შედეგად ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც დღის წესრიგი არ იქმნება ხალხის საჭიროებებზე, არამედ დღის წესრიგს ხელისუფლება თავად ქმნის და გვამყოფებს იმ რეჟიმში, რომ გავცეთ მხოლოდ პასუხები. საუბარი აქ აღარ არის სიღარიბეზე, საბინაო პრობლემებზე, უმუშევრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე. საუბარი მუდმივად არის ერთი მიზნისთვის, რომ მუდმივად უპასუხოთ მათ შეტევებს.